ამ დრომდე კლინიკაში რჩება ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშაվել ფულთაგან ორი პირი ხმაური და დაპირისპირება ბოლნისში მარნეულის გზაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირება, დაშავდა 9 ადამიანი. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე რჩებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. 21 წლის მამაკაცი კი, რომელიც ავტომობილს მართავდა, უკვე დაკავებულია. როგორია კლინიკაში მყოფი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ხდება ადგილზე, ამას ახლა ირაკლი ბახტაძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში. გისმენთ ირაკლი. დიახ, თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა მკურნალმა ექიმმა ჩვენთან კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ დროისთვის ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში მხოლოდ ორი პირი რჩება, დანარჩენი პირები უკვე გაწერეს ბინაზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ და შესაბამისად მათი კლინიკაში დატოვების აუცილებლობა უკვე აღარ იყო. თუმცა მედიკოსი ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში რჩება ორი პირი, რომელთაც აქვთ დაზიანებები, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში რასაკვირველი არ არის, თუმცა ამ დროისთვის ისინი მაინც უნდა იყვნენ კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება თავად მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, ამ დრომდე ისევ რჩება ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. სპეცრაზმელები მარნეულში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქ ვითარება უკიდურესად დაიძაბა და როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრევენციის მიზნით ამ ტერიტორიაზე დღესაც ყოფილიყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. სპეცრაზმელები ადგილზე არიან, თუმცა მათი ხელმძღვანელი, ეგრეთ წოდებული ხარება არსად ჩანს. ჩვენ გუშინ მაყურებელს უყვებოდით, რომ ხარება კლინიკაში იმყოფებოდა, მას დაზიანებები ჰქონდა ამ ხარის არეში, სპეცრაზმელების თანხლებით გადაადგილდებოდა კლინიკა ავერში და შესაბამისი კადრებიც და დამადასტურებელი ვიდეო მასალაც გავრცელდა ამისი, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია, რომ არანაირი კონფლიქტი მას არავისთან არ ქონია და ეს იყო გეგმიური ვიზიტი კლინიკასთან. თუმცა დღეს ჩვენ კონფიდენციალურმა წყარომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ის ფაქტი, რომ ხარება ნამდვილად იმყოფებოდა კლინიკაში და არსებული ინფორმაციით, როგორც ჩვენი წყარო იუწყება, ხარებას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მას ჯავშან ჟილეტი ეცვა და სწორედ ამიტომაც მიადგა მას დაზიანებები მხარის არეში, ამიტომაც გახდა ხარებას ჰოსპიტალში გადაყვანა საჭირო. რაც შეეხება ახლა ბოლნისი მარნეულის გზაზე განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკვე მაყურებელმა კარგად იცის, 2003 წელს დაბადებული პირი, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, დაეჯახა ორ მოზარდს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალდნენ. ამის შემდგომ უკვე აქ დაიწყო დაპირისპირება მოქალაქეებს შორის და ამ დაპირისპირებაში მალევე ჩაერთნენ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. როგორც გითხარით, ამ დროისთვის მხოლოდ და მხოლოდ ორი პირი რჩება კლინიკაში, დანარჩენი პირები უკვე გაწერილი არიან ბინაზე. შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან ორი უმალოს ჩვენს კლინიკაში, 8 გაეწერა. სხვადასხვა ტრავმებით გაეწერნენ და მიეცათ რეკომენდაცია შემდგომი ამბულატორიული მკურნალობისა ბინაზე. ერთი გადაყვანილი არის პალატაში, ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ჯერჯერობით იმყოფება ჩვენთან დაკვირვების დარბაზში და ცოტა ხანში ალბათ იმას გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვს და ამიტომ რჩებიან სამკურნალოდ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გვიანღამით გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ცხელ კვალზე პოლიციელებმა დააკავეს 2003 წელს დაბადებული პირი, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ის ორ ახალგაზრდას შეეჯახა. ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში.